14 მარტს აღნიშნავენ მათემატიკის საერთაშორისო დღეს. ეს თარიღი პირიცხვის უკავშირდება. გავიხსენოთ პირიცხვის შესახებ და ვისაუბროთ მის გამოყენებაზე. ძველ საბერძნეთში წრეწირსა და წრეს სრულყოფილების ნიმუშად თვლიდნენ. ბერძნები აკვირდებოდნენ წრეწირის სიგრძის შეფარდებას მის დიამეტრთან და ნებისმიერი ზომის წრისთვის ერთი და იგივე სიდიდეს იღებდნენ. ჩვენს მაგალითშიც სამი სხვადასხვა წრეწირის სიგრძეს შევაფარდებთ მათ დიამეტრთან. მივიღებთ ერთსა და იმავე სიდიდეს. სწორედ ამ სიდიდეს ეწოდება პირიცხვი. მისი მნიშვნელობა უსასრულოა. ჩვენ წარმოგიდგენთ პირიცხვის მხოლოდ ნაწილს. სიმარტივისთვის მას 3/14-მდე ვამრგვალებთ. სწორედ იმიტომ, რომ 14 მარტი პის მოკლე მნიშვნელობაა, აღვნიშნავთ მათემატიკის საერთაშორისო დღეს ამ თარიღში. ადრე წრეწირის სიგრძის გასაზომად იყენებდნენ ძაფებსა და თოკებს. შემდეგ გაშლიდნენ მათ და ზომავდნენ სიგრძეს. მას შემდეგ, რაც პირიცხვის მნიშვნელობა გავიგეთ, წრეწირის სიგრძის გასაგებად შეგვიძლია პირდაპირ გავამრავლოთ მისი დიამეტრი პირიცხვზე, ან რადიუსი გაორმაგებულ პიზე. ასევე წრის ფართობის გასაგებად გამოიყენება პი. კერძოდ, ფართობი ტოლია პი r კვადრატის. გილოცავთ მათემატიკის საერთაშორისო დღეს.